საქართველოში ცნობილი საერთაშორისო ფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადებიან. ყირიმის ოკუპაციის გამო კაზანტეპის ორგანიზატორები მუდმივი დისლოკაციის ადგილს იცვლიან და ანაკლიაში ჩამოდიან. თარიღი ცნობილი აგვისტოს ბოლო 10 დღეს სამეგრელოს ქალაქს ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები 160-მდე ქვეყნიდან ესტუმრებიან. ღონისძიებაზე დასასწრებად კი ბილეთის ნაცვლად ეგრეთ წოდებული ვიზის ყიდვა დაგჭირდებათ. Რატომ შეაჩერეს 22 წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა არჩევანი ანაკლიაზე? ნიკა მოლოდინაშვილი დეტალებით. Мы готовы сделать Анаклию новой мировой мекой. 22 წლის წინ გაჩნდა იდეა, რომელიც მსოფლიოში ათასობით ადამიანს აერთიანებს. კაზანტიპი პატარა სუვერენული რესპუბლიკა სახელწოდებით ზეტი. ფესტივალი ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. ელექტრონული მუსიკის ფესტივალს, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება, რეალობის ალტერნატიული რეალობა ერქმევა. რესპუბლიკა კაზანტიპის დროშა ანაკლიაში უკვე ფრიალებს. გეგმებზე რესპუბლიკის პრეზიდენტი მოამბესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. რატომ ავირჩიეთ საქართველო? მე გამიგია, რომ საქართველო და ქართველები ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხია. კაზანტიპის შესაძლოა სადმე მთაზე უმაღლეს მწვერვალზე გაგვემართა, მაგრამ მგონია, რომ ანაკლია სპეციალურად კაზანტიპისთვის არის შექმნილი. რამდენიმე კილომეტრიანი ბულვარი პალმებით. მე მგონი ეს ბედია, კაზანტიპი დაუმეგობრდეს საქართველოს. სტუმრები 160 ქვეყნიდან ჩამოდიან. ძალიან დიდი ინტერესია, ჩვენ გვინდა, რომ ანაკლია როგორც საერთაშორისო კურორტი ისე ჩამოყალიბდეს. კაზანტიპის ავტორის შეფასებით საერთაშორისო ფესტივალი განვითარებას, დემოკრატიას, კულტურას და წესრიგს გულისხმობს. მე მგონი საქართველოს ჭირდება საერთაშორისო ზეიმი. ზეიმში კი ცუდი არაფერია. არ არის საჭირო ჩვენი ეშინოდეს ვინმეს და წინასწარი დასკვნების გაკეთებაც არ არის საჭირო. ამას ჯობია უბრალოდ ჩამოვიდნენ აქ და საკუთარი თვალით ნახონ. კაზანტიპი უამრავ ადამიანსაც დაასაქმებს. დაახლოებით 100,000 ადამიანს კვება, დაბინავება და მომსახურება სჭირდება. ანაკლიაში დაგეგმილ ფესტივალს მოუთმენლად ელოდებიან ადგილობრივები. ანაკლიაში მდებარე რამდენიმე სასტუმრო უკვე მთლიანად დაჯავშნულია. თუმცა სასტუმროების გარდა ჩამოსულ სტუმრებს კერძო სახლებიც უმასპინძლებს. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ მაქსიმუმ გვერდი დაუდგეთ მათ ორგანიზატორებს და ველოდებით, ასე რომ ვთქვათ, 20 რიცხვს დაიწყოს ეს ფესტივალი. ანაკლიაში კაზანტიპის ფესტივალზე დასწრებას წელს ქართველებიც გეგმავენ, რომლებიც ტერიტორიის ოკუპაციამ და ელექტრონულ მუსიკას ყირიმში უსმენდნენ. წინა წელს ვიყავი ყირიმში, ზუსტად ამ ფესტივალზე და ბრავი, ჩემს აზრით ძალიან მაგარია, ერთ სიტყვით რო ვთქვა. ფესტივალია რა, იცი, ჩვენთვის უცხოა, იმიტომ რომ ჩვენთან საერთოდ არაფერი არ ტარდება. ეს უწყობს განვითარებას, ტურიზმს, აქედან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და ძალიან ბევრ რამეს. არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ანაკლიაში დაგეგმილ ფესტივალზე კომენტარს არ აკეთებენ. შესაბამისად, უცნობია სახელმწიფო მხარდაჭერის როლი საერთაშორისო ფესტივალის სრულფასოვნად ჩატარებაში. დაიმკვიდრებს თუ არა ანაკლიას საერთაშორისო დონის კურორტის სტატუსს მომავალში, ეს მასპინძლობაზე და სტუმრების შთაბეჭდილებებზე იქნება დამოკიდებული.